მოგესალმებით, ეს საჭირო პოდკასტია. მე მარიამი ვარ. მე ვარ ანა მარია. ჩვენ კი ისევ შევხვდით ერთმანეთს. დღეს ვისაუბრეთ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროზე. ადამიანებზე, რომლებიც სიტყვებით საოცარ სამყაროს ქმნიან. თან მოვიდა ზაფხული და უფრო მეტი დრო გვექნება კითხვისა და წერისთვის. ისე ზოგადად წერა თუ გიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ კი, ბავშვობაში წერდი და ეხლა უფრო კითხვა, რადგან რამე საინტერესო წიგნს თუ წავიკითხავ, ეგრევე წერ. რას ვფიქრობ მე ამ წიგნზე? შენ თუ წერ ხოლმე თავისუფალ დროს? წერა დიდად ახლა არა. მეც პატარაობისას წერდი, ახლა უფრო კითხვას ვამჯობინებ. დიდი დრო რომ არ წავიღოთ, ახლა გავიცნოთ ჩვენი სტუმარი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს საბავშვო მწერალი მარიამ ციკლაური. და ამ თემაზე მასთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით, მარიამ, ძალიან გვიხარია რომ აქ ხართ. მოგესალმებით, რა კარგია რომ აქეთაც მარიამი, აქეთაც მარია, ანა მარიამი და მეც მარიამი. მიხარია რომ თქვენთან ვარ საჭირო პოდკასტის სტუმარი. პირველ რიგში გვაინტერესებთ, როდიდან დაიწყეთ წერა და გიყვარდა თუ არა კითხვა? კითხვა მიყვარდა და არამც თუ მიყვარდა, წარმოუდგენელი იყო. ეს არ იყო რაღაცა განსაკუთრებით გამორჩეული და კარგი თვისება, რომ აი მე კითხვა მიყვარდა. ყველა კითხულობდა, რა ვიცი, გარშემო. ყველა კითხულობდა ბებოს, მამას, ყველას ჰქონდა, თავიანთ სახლებში დიდი ბიბლიოთეკები და წიგნების გარემოცვაში ვიზრდებოდით ყველა ბავშვი, ჩემი თაობის და დროის ბავშვები. მაშინ რა თქმა უნდა არც გაჯეტები იყო, არც კომპიუტერი იყო, მოკლედ მე წინა 1000 წლეულიდან გესაუბრებით, არა მხოლოდ წინა საუკუნიდან, არამედ წინა 1000 წლეულიდან და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამე, ძალიან მკვეთრად შეიცვალა და ეს აისახება კიდეც ჩვენს ცხოვრებაში, მათ შორის წიგნიერებაზე, კითხვაზე, მათ შორის აი დღევანდელი ჩვენი თემა, რაც აგირჩევიათ. და თუ გახსოვთ, რომელი ასაკიდან დაიწყეთ წერა და რა იყო? იყო? არ მახსოვს. მე-4 კლასელები ვიყავით. მე და ჩემი მამიდაშვილი პირველი ლექსი დავწერეთ. ეს იყო ახალი წლის ნაძვის ხეზე და თოვლის ბაბუაზე ლექსი. თვითონ ლექსი აღარ მახსოვს, მაგრამ ერთად დავწერეთ. ნუ ეს იყო თქვენი პირველი ნამუშევარი. კი, ეს იყო ნამუშევარს ვერ ვიტყვი. უბრალოდ ადამიანები თავის რაღაც სიხარულს, თავიანთ წუხილს ამას ხოლმე სიტყვით გამოხატავენ, ლექსებით, მოთხრობებით, ზღაპრებით და ეთყობა ეს ჩვენ ესე გამოვხატეთ ჩვენი სიხარული. მე მაინტერესებს, როდის მიხვდით, რომ აი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო უკვე ეს წერა? იცით, მე სულ წერ ბავშვობიდან, აი უბრალოდ ნამდვილად არაფერი არ გამომიჩენი. აი არიან ჩემი ტოლი ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე იბეჭდებოდნენ მაშინ გამომავალ საბავშვო ჟურნალ გაზეთებში, იყო ასეთი ნორჩი ლენინელი და პიონერი და დილა და რაღაც 1000 რაღაც გამოდიოდა, მე არასოდეს ძალიან დიდიც რო გავხდი უკვე მაი შვილებიც რო უკვე დედა ვიყავი, შვილები მყავდა უკვე და არასოდეს არ გამიმხელია რომ წერდი, მაგრამ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, ორმა მეგობარმა იცოდა რომ წერდი ლექსებს და ერთხელაც აი ნაომარი თბილისი არის, რაღაც ცხოვრება თითქოს რაღაც ჩაგუბებული ერთ კალაპოტში, არაფერი არ ხდება და ჩემი მეგობარი ჩამოდის კასპიდან, იქაური გოგონა იყო, ჩამოდის კასპიდან და ჩამოაქვს კასპის რაიონული გაზეთი და გადამიშალა ესო შენ სიურპრიზად, მათ ჰქონდათ ჩემი ლექსები, რა თქმა უნდა, ხელნაწერები ჩემს მეგობრებს და ორი გვერდი უყურებთ, აი თვალებს ვერ უჯერებ, მარიამ ციკლაური წერია და ჩემი ლექსები გამოფენილი, რაღაც საგაზაფხულო ნომერი იყო, სარვამარტო თუ არ ვცდები და ნუ ისეთი შოკი მივიღე. საკმაოდ დიდი ვიყავი, მაგრამ აი მაშინ დავფიქრდი, მაშინ წავიკითხე, აი უცხოთვალით სრულიად ეს ნაწარმოებები, ლექსები. ხო და მე გამიჩნდა სურვილი, რომ ხო არ დამებეჭდა. ეს იყო მათგან გაკეთებული სიურპრიზი და აი მე უკვე მე თვითონაც ვიყოჩაყე და ნუ რა ვიცი, უკვე დიდი ვიყავი რა, რომ დავიწყე. მოზარდობის პერიოდში ან რთულ მომენტებში როგორ დაგეხმარათ წერა და კითხვა? და თუ დაგეხმარათ სასაკში ხო უფრო? კი, როგორ არა. წერა და კითხვა ეს იყო ჩვენი, აი ხო გითხარით, აი თანმდევი პროცესი. ეს არ იყო რაიმე ეს ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, რომ არსებობდა ბიბლიოთერაპია, მეცნიერება, რომლის ესე იგი მიღწევები იმაში აისახებოდა, რომ აი ვიეტნამის ომში, ესე იგი
ისეთ ჯარისკაცებს, რომლებსაც ტრამვები ჰქონდათ, ფსიქიკური ტრამვები მიღებული ომის გამო, ამას კურნავდნენ წიგნებით. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რომ უამრავ სხვა დაავადებას კურნავდნენ წიგნებით. მაშინ ისიც არ მქონდა წაკითხული, აი ძველი, ვთქვათ, ფოლკლორში რო გადავიხედოთ, ხელოვნების მაკურნებელ ძალაზე, მაგალითად, ისლანდიურ საგებში საუბარია, როგორ უკრავდნენ გუდასტვირის ტიპის მუსიკალურ ნაწარმოებს, რომ საქონელს კარგად მოეწველა. ერთი სიტყვით რა ისეთი ძალა აქვს ხელოვნებას და განსაკუთრებით სიტყვას. აი პირველად იყო სიტყვა იოანე მახარებელი, რომ ამბობს თავის სახარებაში, მართლა სასწაული რამეა სიტყვა და სასწაული ძალა აქვს. აი მახსოვს სკოლაში პირველ კლასში ვიყავი, 800 წლის იუბილე მზადდებოდა შოთა რუსთაველის და ვეფხისტყაოსნის იუბილე 6 წელი მზადდებოდა, რომ აღენიშნათ იმ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიდიოდა ეს ამზადისი და მამა მასწავლიდა ვეფხისტყაოსნის, აი მახსოვს ესეთი შესავალი, აი საიდანაც რომელმან შექმნეს, აი ესეთი პატარას და ხოდა ვსწავლობდით ამას, ვსწავლობდით ყოველ საღამოს რაღაცა სტროფს ვამატებდით სტროფზე და სიტყვასთან იცით როგორ არის, როგორც მუსიკალური სმენა არსებობს, აი რაღაც ნიჭი არსებობს განსაკუთრებული მათემატიკური ან რაღაც ისეთი გამორჩეული ნიჭი, ზუსტად ესეა სიტყვიერებაში. აი სიტყვის შეგრძნება, აი სიტყვიერების შეგრძნება, აი ტექსტის მიღება, შენ შეგიძლია, ნუ კი ივარჯიშებ, განისწავლები, ბევრ სიკითხავ, მაგრამ რაღაცა კიდე მაინც აქვს ადამიანს, რომელიც სიტყვასთან აკავშირებს, აი ცოტა სხვანაირად, აი აღქმები აქ ისეთი სიტყვიერების და მე რა ვიცი, სულ წერდი და რთულ მომენტებში ხარ თქვენ რაც მკითხეთ, ბევრი რამე მოვყევი, მაგრამ რა თქმა უნდა, რთულ მომენტში გეხმარება, ყველას ეხმარება ლიტერატურა. ეს საერთოდ იცით როგორ არის, თუ ისე გესაუბრებით, როგორც ვთქვათ, დიდებს და თანატოლებს, აი ესე როგორც ჩემს ტოლებს, მაშინ გეტყოდით, რომ ზოგადად სიტყვიერება და ლიტერატურა ადამიანს ეხმარება უმთავრესში, ეს არის ღვთისმაძიებლობა. მაინც მეტი არაფერი ჭეშმარიტებას ეძებ ადამიანი, შენს რა ვიცი, ადგილს ეძებ სამყაროში და აი უზენაესთან რაღაცა ურთიერთობებს ამყარებ. ეს არის ცხოვრება და მთელი ხელოვნება ამას ემსახურება და ნუ ყველაზე მეტად ეხა სიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვა ჩვენთვის არის ყველაზე ახლობელი, ყველაზე ახლოს მოწვდილი ლუკმა. ეხლა ბახის ფუგებს რო უსმენ, ხვდები რომ რაღაცა კოსმოსი უკრავს, მაგრამ აი ეს აქვე გაქვს სიტყვა რა, აი აქვე იწყებ აი მზედედა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ეს წრულწულას კლავები დადაძმა ჩემი, აი აქ გაქვს შენ უკვე, აქვე გაგიდევს ერთ სტროფში მთელი, რა ვიცი, მგონი სამყაროს ბიბლია, ხო მე მიყვარს ძალიან ლექსებით ლაპარაკი და ლექსებით ურთიერთობა სიტყვიერებასთან, გვაქვს ძალიან დიდი ფესვი, ძალიან დიდი ტრადიცია, მარტო ჩვენ არ გვაქვს, ყველა ძველ ერს აქვს ეს. ხო და რა თქმა უნდა, ეს რო არ იყოს დასახმარებელი საშუალება, ეს რო არ იყოს გზა, აი გზა ყველაზე რთულ მომენტში, ყველაზე სასიხარულო მომენტშიც, ყველაზე მეტად ფიქრის მომტანი შენთან. ფიქრით იზომება საერთოდ ადამიანი, აი როგორი ფიქრი აქვს, რა ფიქრი აქვს, ის არის ადამიანი თავის სამყაროში. ლიტერატურა ალბათ არ იარსებებდა დიდი ხნის წინ, ისე დაეზარებოდათ უბრალოდ ადამიანებს ამდენი წერა და კითხვა, მაგრამ ისინი გრძნობენ აი მამებელ და მარტო მაკურნებელ ძალას კი არა, აი რაღაც მაგიას, რომელსაც მეც კი, რომელიც აი მთელი ცხოვრება სულ ამ სიტყვას არის, ბოლომდე სახელს მაინც ვერ ვარქმევ, ეს რა არის? ნუ თუ მართლა პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი, არ ვიცი, ნუ ეს თქვენ თვითონ უნდა შეიგრძნოთ, თქვენ თვითონ მიხვდეთ, თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ, თქვენი სიტყვა თქვენივე საპოვნია. სხვა ვერავინ ვერ გიპოვნით და ვერ გეტყვით. თქვენ
თქვენი შემოქმედებიდან რომელი ნამუშევარი გიყვართ ყველაზე განსაკუთრებულად? იცით რა, რო არ მიყვარდეს არ გამოვაქვეყნებ, სიმართლე რო ვთქვა. ის, რასაც მე ვაქვეყნებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მიყვარს. ანუ მე შინაგანად თანახმავარ, რომ ის სხვას გავუზიარო, ვაჩვენო სხვას, დავანახო, მაშინ არ გამოვაქვეყნებდი. ამიტომ ვერ გამოვყოფ. ეხლა ბოლო წლებში პროზაზეც ისე ვმუშაობ სერიოზულად და უფრო ბევრს საბავშვოში. ხო და მაინც ვიძახი რომ არა ვამბობ რომ მე მაინც უფრო პოეტური ფიქრის ადამიანი ვარ, მაგრამ პროზაც მიყვარს რა. თუ ახლა რაღაც თქვათ გამიხარდება რომ თუ ბავშვები თქვენ ახლა უკვე დიდები ხართ, თუ წაიკითხავენ ჩემი აფრიკელი ბებო, ზიოს არდადეგებს, უჩვეულო კვირატყეს, ეს პროზა რაც არის და თუ არა და ლექსებზე ცოტა ნაწყენი ვარ იმ თვალსაზრისით, ლექსებზე კი არა ვარ ნაწყენი, არა, იმ თვალსაზრისით ვარ ნაწყენი, გულნატკენი ვარ, რომ რაღაცა ბევრი ტენდენცია არის ამ ბოლო დროს პედაგოგიური თუ ფსიქოლოგიური თუ არ ვიცი ეს ვისი რა მიზეზებით, რომლებიც გვეუბნებიან, რომ პოეზია ბავშვებს სტრესავს, ასწავლი არა, არ გვინა პოეზია და ბოლოს ისეთ სახელმძღვანელოს გადაშლი წიგნის სახელმძღვანელოს, ერთ ლექს ვერ პოულობ შიგ და არ ვიცი, ამ ხელა რაღაცა როგორ უნდა მოაკლო ადამიანებს სიამოვნება, არ ვიცი. თქვენი აზრით საიდან მოდის შთაგონება? ბუნებიდან, ბავშვებთან ურთიერთობიდან თუ საკუთარი მოგონებებიდან? აი შთაგონება არის ყოვლის მომცველი. აი რო კითხო ხა მე შენ ჰაერი საიდან უფრო მეც გრძნობ მარჯვნიდან მარცხნიდან დააღლებით, ყველაფრიდან მოდის შთაგონება, ანა მარია. ყველაფრიდან რა თქმა უნდა ბუნებიდან ჭრეტის ჭრეტელი თვალი უნდა კონდეს შემოქმედს მე რომ მკითხო ხო და ნებისმიერი მოვლენა მის გარშემო შეიძლება აქციოს შთაგონებად რა თქმა უნდა ბავშვებთან ურთიერთობა ეს ცალკე ენერგია და ეს ცალკე ბედნიერება და ყველაფრიდან აბსოლუტურად აი კარგი ტექსტებიდანაც აი როცა კარგ წიგნს ვკითხულობ ეხლა სხვა ავტორები არ ვიცი რა სიტყვენ მაგრამ კარგ წიგნს რომელიც აი შემძრავს შინაგანად აუცილებლად აჩენს ჩემში წერის სურვილს აი აუცილებლად განმაწყობს შემოქმედებითად დიახ, მაგალითად ბავშვობაში ვახსენე რომ მე ვწერდი ძალიან ბევრი რამე მაძლევდა შთაგონებას მაგალითად რომ გავდიოდი გარეთ ლამელამას ყვავილს რომ დავინახავდი ეგრევე მინდოდა რომ რამე დამეწერა ამაზე ან კარგი ამინდი რო იყო ან უბრალოდ მარტო რო ვიყავი და მოვიწყენდი მაგ დროსაც ვწერდი კი ასია ყველა და რა ვიცი აი ჩემზე მაგალითად შენზე არ მოქმედებდა რომ აი თქვათ კარგი წიგნი საინტერესო წიგნს რო წაიკითხავდი თქვათ არ აღგზრავდა ეგ საწერად ეგეც ხო ეხლა თქვენ ახსენეთ რომ ყველაფერი გაძლევთ შთაგონებას აი კონკრეტულად აი ძირითადად რა გაძლევთ ხოლმე შთაგონებას ჩვენ ხა საბავშვო ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და ჩემთვის ეს არის რა თქმა უნდა ბავშვი მაშინ საბავშვო ლიტერატურაში მოდი ესე ვთქვათ ეს არის ბავშვი და ჩემი პერსონაჟები რომელსაც აი ვქმნი თამაშობ აბსოლუტურად ყველა პერსონაჟს აი წერის დროს ვარ ძალიან სასაცილო ალბათ შესახედი იმიტომ რომ ყველას კანში უნდა შევწვრე აი ესე უბრალოდ ვერ დავწერ რომ აი რა ამან ეს თქვა იმან ეს თქვა მე ესე გაიგზავნე აი იმას ყველაფერს თამაშობ განვიცდი და წერ ისე რასაც ის აკეთებს უკვე ჩემში გაცოცხლებული პერსონაჟი რასაც აკეთებს გინდა კალია იყოს გინდა სხარბი არ აქვს მნიშვნელობა გინდა რაღაც სხვა არსება აი ეგეც არის რაღაცა აი ეს თამაში თვითონაც საბოლოო ჯამში ეგეც შთაგონებად მეკცევა ხოლმე როდი შეიძლება გაჩნდეს აი ეს გრძნობა რომ აი ნამდვილი მკითხველი ხარ უკვე ეს მოგზაურობა როდის იწყება იცით რა, აი როგორც სიყვარულში ვერავინ ვერ გეტყვის, აი შენ ახლა ზუსტად შეყვარებული ხარ. აი ამას ვერავინ ვერ გეტყვის, შენმა გულმა უნდა გითხრას და შენმა გულმა უნდა მოგცეს ხო რაღაც ისეთი პასუხი კითხვაზე, რომელსაც სხვა ვერასოდეს ვერ გიპასუხებს. დაახლოებით ეგრეა, შენ უნდა იგრძნო შენში, როდის იბადება კარგი მკითხველი. თავისთავად, როცა უკვე შენ ხდები ლიტერატურის, აი არ შეგიძლია რა ლიტერატურის გარეშე ცხოვრება. აი საღამო და დილა, ხო, ესე ბავშვებს ვეუბნები და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ყოველი საღამო უნდა იყოს გაცილებით მეტი საინტერესო ვიდრე დილა, იმიტომ რომ შენ მთელი დღის განმავლობაში რაღაცები ისეთი უნდა ისწავლო, იკითხო, გაიგო, შეიმეცნო, დილას რო არ იცოდი, საღამოს აუცილებლად უნდა იცოდე, ხო და აი ესე არის ყოველი წიგნის კი არა ყოველი გვერდის, აი შეიძლება ერთი პატარა ლექსის, ერთი აი პატარა ნოველა, რაღაცა წაიკითხო ისეთი
არც მთლად მთელი წიგნი და აი შენ უკვე მიხვდე რომ რაღაცა ისეთი შემოვიდა შენში ამ ტექსტით რომ როგორც მკითხველს ეს შეგემატა აი გემოვნებაც ფიქრიც აი ძალაც და ამ ლიტერატურას გვინდა არ გვინდა უნდა ვთქვათ რომ აქვს რა თავისი რაღაცა აი გემო და აი ამის შეგრძნებები უკვე როცა აი გურმანივით ხდები და გაქვს ეს უკვე იმის ნიშანია რომ შენ კარგი მკითხველი ხარ ბევრი უნდა ვიკითხოთ თუ რაღაც არ აგვაქვს დრო ხშირად ბავშვები ამბობენ აი დრო არ გვაქვს ამდენი ნუ თავარია რომ იკითხო არ ვიცი ბევრი ცოტა გააჩნია ხა კარგია თუ კარგი ხარისხის ლიტერატურას კითხო მაგრამ ყოველთვის შეიძლება ლიტერატურით იკვებო ისაზრდო და გაიზარდო ყოველთვის რა არის თქვენი როგორც მწერლის მიზანი ჩემი როგორც მწერლის კი არა როგორც ჯერ ვიტყოდი მაინც როგორც ადამიანის მიზანია რომ აი ადამიანებს რაღაცა კონდეთ მშვიდი საინტერესო სიყვარულით სავსე ცხოვრება მე მწერალსაც იგივე მინდა რა თქმა უნდა ეხლა მე მაგალითად ვერაფრით ვერ დავწერ ნაწარმოებს მაგალითად აი რაღაცა სუპერ გმირებზე ჩემთვის უფრო საინტერესო არის რომ აი აქ ჩვენში აი ადამიანებში ბუნებაში აი აქ მომხდარი პროცესები ვიღაცას თქვა ფენტეზი სქმნის და ძალიან საინტერესო ჟანრია თავისთავად ლიტერატურის მაგრამ რაღაცა აი ყველა მე ვწერთ და ისეთი ავტორები ვხდებით რაც ჩვენ გვინდა ანუ როგორც ადამიანს აი მინდა რომ ბუნებას კითხო ბუნებას არ გაუცხოვდეს ადამიანი ეს ძალიან მინდა მგონია რომ ეს არის სიმშვიდის და სიკეთის სათავე მინდა რომ გარჯა შეეძლოს ადამიანს აი არ იყოს როგორი პლასტმასის იცი რომ აი მარტო უსრულებდნენ მას სურვილებს მშობლები და თვითონ არაფერი არ შეეძლოს რომ აი თვითონ გასცეს თვითონ რაღაც თანაგრძნობაში იყოს აი ეს გონია დიდ დანაშაულად ამიტომ აი ჩემ წიგნებში ბევრი არის რაღაცა მეტია სიკეთე აი ცუდი ბავშვებს ძალიან უყვართ ონავარი გმირები აი ძალიან რაც უფრო აი ამოვარდნილია კალაპოტიდან პერსონაჟი ბავშვი იმ წიგს უფრო ყველა ქვეყნის ბავშვი უფრო ინტერესით კითხულობს უყვარს მე რაღაცა წესიერი ბავშვი ვიყავ და მოსწავლეობაშიც მერეც და რაღაცა ჩემი გმირები ნუ არ არიან ეგეთი ძალიან უნავარი გმირები მაგრამ ჩემი გმირებში სხვა რაღაცები არის საინტერესო და აი მინდა ძალიან მინდა როგორც მწერალს აი პირველ რიგში რა ეხლა გეტყვით ჩემს ქვეყანაში იყოს ძალიან კარგი ბიბლიოთეკები აი ესეთი როგორც ნუ ერთხელ ვიყავი და იმის არ იყოს ოსმალეთში ვიყავიო ფილმში რა ფილმშია ეგ აღარ მახსოვს მაგრამ ქართულ ფილმში სულ იწყებს ერთი მოხუცი მოყოლას რა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ოსმალეთში იყო ერთხელ ომში და ხო და არაცლის არავინ ლაპარაკს და მე კიდე ვიწყებ ომი შვედეთში რომ ვიყავი ესე იგი ისეთი რაღაცები ვნახე იქ ნუ არ ვიცი არასოდეს არ დამავიწყდება და მინდა რომ აი ესეთი ძალიან კარგი ბიბლიოთეკები იყოს ბავშვები შედიოდნენ აი უბნის ბიბლიოთეკა ახლა ჩვენთან მაგალითად აი ყაზბეგის სახელობის ბიბლიოთეკა ნუ რო შეხვალ მე კი შევდივარ და გამომაქ ეს წიგნები მაგრამ არ რაღაცა რთულია რომ ისეთი გარემო არ არის რაც არ მინდა ეხლა რაღაცა ცუდად გავამოვიდეს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მინდა ეს იყოს ამაზე ზრუნავდნენ მინდა რომ წიგნის კითხვა იყოს ის კი არა რომ აი არაფერი მეტი არ მილაპარაკია პენსიონერი ვარ უკვე მარტო როგორ შევაყაროთ ბავშვებს კითხვა რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიტყვი სხვა რას იტყვის აი გარშემო უნდა იყოს ფასეულობა ლიტერატურა მარტო კი და წიგნის წაკითხვა კი განათლება უნდა იყოს ფასეულობა უნდა ცხოვრება გვაჩვენებდეს რომ მართლა რა მნიშვნელოვანი ყოფილა განათლება ის კი უნდა ესმოდეს ადამიანს რომ ამდენი განათლება მიიღე იმდენი დიპლომი ამდენი მაგრამ აი რა ეგეთი ქვეყანა არ მინდა რომ გქონდეს და მინდა რომ ბავშვები მართლა ბედნიერები იყვნენ, ჯანმრთელები იყვნენ, არ ქონდეთ მათ მშობლებს აი ის საზრუნავი რაღაცა ძალიან რომელიც აი თრგუნავს, ეგეთი საზრუნავი კი არა, აი ის ყველაფერი მათთვის იყოს სიხარულის წყარო, აი ბავშვზე ზრუნვა ჩემს ქვეყანაში მინდა იყოს სიხარული მშობლისთვის, აი ბედნიერება იყოს, რომ შეეძლოს, რა ვიცი. რას ურჩევდით ბავშვებს, ვისაც წერა უყვარს? ეს ძალიან კარგი თვისებაა. წერა თუ გიყვარს, კითხვასაც გირჩევდი. წერას არ მოერიდოს. აი მე სულ მერიდებოდა, სულ მალავდი რაღაცებს და ხო მოგიყევით არა როგორ.
რაღაცა შემთხვევის გამო გამოვაქვეყნე, თორე ალბათ ვერასდროს ვერ გამოვაქვეყნებდი და აი ესეთი არ არის საჭირო, თუმცა არც არიან ეხანდელი ბავშვები საბედნიეროდ ისეთი მორიდებულები, წერონ, იკითხონ, ნახონ ბევრი, აი უყარდეთ აი მოძიება რაღაცეების, რა ვიცი. ეხლა ჩვენ რო ზაფხულში არ დადეგები გვქონდა უმობილურო, უგაჯეტო ბავშვებს, ანუ წინა 1000 წლეულის ბავშვებს, ხო, აი იმდენ წიგნს ვკითხულობდით ზაფხულში და ეხლა რო უყურებ ყველა წიგნებს ვკითხულობთ, აქ იყო ლაპარაკი ჰიუგოს რომანებზე, დიუმას რომანებზე და ისეთი დიდ წიგნებზე რა, რომელსაც ეხლა რო უყურებ რაღაცა ცოტა რომ, მაგრამ იმდენს ვკითხულობდით. რაღაცა არ გვეშინოდა ამისი და ეხა ყველაფერს უკრიჭავენ ამ ტექსტებს და მე ეს ტექსტი აი მარტო შინაარსი ღარჩება და ესე არ მინდა, თუმცა ბავშვი ძალიან გამიხარდება ნებისმიერი, აი ძალიან გამახარებს ნებისმიერი რამეს, თუნდაც შეკრეჭილს თუ იკითხავს, თუ ბუნებასთან ექნება ურთიერთობა, თუ შეაწუხებს თავისი მეგობრის გასაჭირზე ფიქრი, თუ მშობლებზეც იფიქრებს ბავშვი, არ არის აუცილებელი მარტო მშობლებმა იფიქრონ ბავშვებზე. ბავშვებმაც უნდა იფიქრონ მშობლებზე. ეს მგონია, რა ვიცი, აი გირჩევთ, რომ წეროთ, იკითხოთ და ეს თქვენი შემოქმედებითი უნარები დღეს არის მაგის უამრავი საშუალება განავითაროთ. თუ ბავშვს გონია, რომ ვერ წერს, მაგრამ უნდა რომ განვითარდეს ამ მხრივ. რას ეთყობთ? რატო გონია, რომ ვერ წერს? თქვათ უთხრეს, რომ ეს არ არის კარგია. გონია, რომ არ გამოსდის. არა. უნდა ეგეთი ფიქრები არ უნდა კონდეს ბავშვს. აი რაც უნდა ბავშვმა რაც უნდა ის უნდა გააკეთოს და გააკეთოს ისე როგორც გამოსდის. აი ისე რა სიხარულითაც გამოსდის. არასოდეს ალბათ ბავშვს არ უნდა ვუთხრათ ეგ რო აი თქვათ ან ცუდად ან ბავშვი ხომ მწერალი ხო არ არის და რაღაცა. ის არის უშუალოდ მისი აი ცოცხალი შიშველი ემოციების გადმოცემა და დღევანდელ სამყაროში ყველაზე ძვირფასი არის ბავშვებში განვავითაროთ უნარი თავიანთი ემოციები გამოხატონ. ეს დიდი პრობლემაა დღევანდელ ბავშვებში საზოგადოდ რა. ხო და აი ეს წერის პროცესი არის სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ აი ემოციები, შენი ემოციები, ნებისმიერი ემოცია გამოხატო. ამაში უნდა იყოს ბავშვი გაბედული. წერის პროცესში ალბათ გაქვთ ხოლმე მომენტი, როდესაც რაღაც დაბრკოლებას წააწყდებით ან შიში გაქვთ. როგორ ახერხებთ, რომ გადალახოთ ეს შიში ან დაბრკოლება? შიში არა, იცი რა, ეხლა ხან დრო, ხან რაღაცა, ხან გამოცემის პრობლემებიც არის, შენ კი დაწერ, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოსცემ ხოლმე, ეგეც არის. ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი შიში, რო იცოდე. აი როგორ არის, იცი, გამომცემელს ვეძახი მე რეჟისორს. არ ვიცი გამომცემელის ვინმე თუ ჩაკრავს თვალს ამ პოდკასტს, მაგრამ მე ესე ვთვლი, რომ ეს არის რეჟისორი და მე ვარ მსახიობი და აი როგორც თეატრის სცენაზე, რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყო, თუ რეჟისორი როლზე არ აგიყვანს, ვერაფერი უნდა იჯდე და ელოდო შენი ეს დრო როდის მოვა და სიაში როლების სიაში როდის ნახავ შენ. ზუსტად ასე არის. გამომცემელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. გამომცემელაც უნდა იფიქროს ადამიანზე, რომელსაც ქვია შემოქმედი, აი ავტორი, ნუ მწერალი. ისინიც არიან ვალდებულები ავტორებზე იფიქრონ, არ ვიტყვი სიტყვას იზრუნონ, მაგრამ აი ეს ფიქრი თუ ექნებათ გამიხარ. ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი შიში, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი წიგნი მაქვს გამოცემული და ეს არა მაქვს ახლა რომ უიდე და ეს ვერ შევძელი, მაგრამ ეს არის ურთულესი ჩვენთან და დანარჩენი ხა შემოქმედებითი შიში, აი როგორ დავძლევ, გამოვა სულ ვფიქრობ, რომ მე ჯერ არ დამიწერია ჩემი წიგნი. აი არ ვიცი, ნებისმიერი წიგნი მიყვარს, რაც დავბეჭდე, რაც გამოვეცი, ესე იგი დავადე იმას ვიზა, რომ თანახმავარ, რომ სხვამაც ნახოს, მაგრამ სულ მგონია, რომ არ დამიწერია ჯერ ჩემი დასაწერი, რა ვიცი. ან არ მითამაშია ჩემი როლი, როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი. ჯერ ყველაფერი მინდა, რომ წინ იყოს, თუმცა გავიდა უკვე ცხოვრება. ზაფხული დადგა და ბავშვებს და მოზარდებს უნდათ რომ წაიკითხონ საინტერესო წიგნები, მაგრამ აქვთ ხოლმე ესეთი მომენტები, რომ გადადონ გვერდზე ან ეზარებათ და მეგეთი რას ურჩევდით მათ? ძალიან მარტივად რო გიპასუხო, ნუ დაიზარებენ, მაგრამ ეხლა რას ურჩევდი? იცით რა, ძალიან აი ესე მინდა წარმოვიდგინო, რომ აი უზარმაზარი შავი ხვრელი, ვთქვათ, კოსმიური ხო
გსმენიათ არა ფენომენის შესახებ ან ადრე იყო ხოლმე უფრო ხშირად ახსენებდნენ ბერმუდის სამკუთხედი რომელიც აი რაღაცას იწოვს ითრევს აი დაახლოებით ესია ინტერნეტ სივრცე დღეს ჩვენთვის რა შეგვიწოვა ყველანაირად და მიაქვს ჩვენი დრო დიდების პატარების არ აქვს მნიშვნელობა და როგორღაც უნდა იქიდან ცოტა დრო გამოვიდნენ, უნდა შეძლონ გამოსვლა და აი კითხვას დაუთმონ დრო და რატო ახლა? იქ ძალიან ბევრი რამეა სანახავი, ბევრი დიდი დინამიკა, რომელიც ბავშვს მოსწონს, რაღაცა სწრაფად იცვლება კადრი კაცს მისდევს, მაგრამ ვერასოდეს ეგ პროცესები ვერასოდეს ვერ შეცვლის აი კითხვის დროს შენ რასაც განიცდი, როგორც ბავშვი, ვთქვათ, აი ამ სიტყვიერ მასალასთან, აი ამ ნაწარმოებთან ურთიერთობა, შენი წარმოსახვები. ხა ბრწყინვალე ფილმია გექნებათ თქვენი ნანახი. როალდ დალი იყო ესეთი ინგლისელი ძალიან ცნობილი, მსოფლიოს ცნობილი ავტორი, დიდი კეთილი გოლიათი. აი მაგალითად ეხლა იმას რო კითხულობ იმ ტექსტს, აი ფილმი მეც მაქვს ნანახი და ნუ შესანიშნავი კინემატოგრაფიის დონე საერთოდ საწავი და ვეღარ ვეწევით, მაგრამ აი იმას იმ ტექსტს რო კითხულობ, როგორ მეტყველებენ რა ის პატარა სოფი და ის დიდი კეთილი გოლიათი. აი მეტყველების რა ფოიერვერკია იქ ხალისის აი იმას არ არსებულია რომ ის წაკითხვის გარდა ის სიამოვნება აი ფურცლის იქით მიიღო ფილმი კარგია კი ბატონო ვადასტურებ ხო და აი ეს რაღაცა კითხვის შეყვარება რო გითხრა რომ მზა რეცეპტი არსებობს კითხვის შეყვარების გარდა იმისა რომ გარშემო უნდა ხედავდეს სამაგალითო მაგალითად დიდი ძალა აქვს და ხედავდეს მამა კითხულობს, დედა კითხულობს, ბებო, ბაბუ კითხულობენ ადამიანები, საუბრობენ წიგნებზე, საერთო წიგნ პერსონაჟები ყავთ, მათი ცხოვრება რაღაცა აკავშირებს კიდე მეგობრებს, კრავს, უფრო კლასსაც ხშირად ხოლმე და რაღაც. რა ვიცი, ეს თავისთავად, მაგრამ მე უკვე აი ვერაფერს ვერ ეუბნები ისეც. ბავშვს რომ მე ახლა ამას ვიტყვი და შენ ამას გააკეთებ, ეგრე არ გამოდის. ეგ იქნება აი ჩემი მხრიდან ეგ იქნება ტყუილი. შენ თავში უნდა მნიშვნელობას მიხვდე. აი კიდ ჯერ მარტო ჩვენი ენა ვთქვათ, ქართული ენაში ნახეთ, წიგნიერი, წიგნიდან გამომდინარე, სიტყვა წიგნიერი, რომელიც ძალიან კარგ ადამიანს ნიშნავს, ხო, წიგნიერზე რო იტყვი ადამიანი წიგნიერი, ესე კარგი ადამიანია რა, კულტურული მოქალაქე, კარგი საქმის გამკეთებელი. და მე რო იტყვი უწიგნური, ხო და აი დაიშლება რა სულ ამ ადამიანზე წარმოდგენ. აი თვითონ ენა აქ კარნახობს რა ჯობს რა. ეს იყო ეგ გერქვას თუ ის გერქვას ხო და ნუ არ ვიცი ახლა აი პატარა თქვენზე უფრო უმცროსები საფხულში ვავალებ ხოლმე ძალიან იოლი და უსაყვარლესი ტექსტია ძალიან მიყვარს ჰაიდი პატარა შვეიცარიელი გოგონა ობოლი რომელიც თაში მარტოდ ცხოვრებ, მარტოდ ყოფ ბაბუასთან მიდის, იმიტომ მიდის რომ ნუ დედა აღარ ყავს, მამა არ არის და დეიდა სხვა ქალაქში მიდის სამუშაოდ და ჩააბარებს. აი მისი ცხოვრებას თუ არ იცით, ჰაიდი თუ შენი მეგობარი არ არის, აი ძალიან ბევრ რამეს კარგავს ბავშვი. ეხლა თქვენ უფრო უკვე დიდები ხართ და უკვე იმასაკისანი ხართ, რომ უკვე კლასიკას უნდა უკაკუნებდეთ, რომ შეიძლება და რაღაცა და ისე უნდა ვსაუბრობდებთ მაგალითად აი მომო წაიკითხეთ მომო ძალიან კარგი წიგნია თუ ჯერ არა გაქვთ წაკითხული შეიძლება გაქვთ კიდეც გერმანელი ავტორის რა ემართება დროს აი დროის პრობლემა აქვს ესე იგი ორგანიზება უნდა შეძლოს ბავშვმა როგორღაც ხო რთულია ეს როგორ დავალება დიდიც ვერ აკეთებს ზოგი მაგრამ თუ შენ საკუთარ თავს აი მოაწესრიგებ შინაგანად და დროის ორგანიზებას შეძლებს საკითხავით როც გექნება სათამაშოც საწერიც და სამეგობროც და თამაშიც ისეთები აუცილებელია როგორც კითხვა მე რომ შემეკითხო გეტყოდი ნუ ყველაფერი საჭიროა რა ცხოვრებაში როგორ ხედავთ თქვენ თავს როგორ გამაცნობთ თქვენ თავს ზაფხულში არდადეგებზე აი როგორც მკითხველები როდესაც ვკითხულობ მე საერთოდ სხვა სამყაროში გადავდივარ და ოღონდ ერთადერთი ჩემი გატაცება არის რომ როდესაც ვკითხულობ თან ჩანახატებს ვაკეთებ ვწერ კიდევაც მაგრამ ძირითადად ხატავ ხოლმე რეულში ეს არის ჩემი გატაცება საერთოდ სხვა სამყაროში გადავდივარ საერთოდ სხვანაირად გვცნობ თავს როგორც თქვენ აღწერეთ რომ რაღაცა გვერდვება
უეცარი. წიგნში მოგზაურობ მეც და ან ხარ მისი ნაწილი, ხო, იმ სამყაროსი. მეც ერთ-ერთი პერსონაჟი ვარ. კი, ეს ხო, ეს ძალიან ბუნებრივია, ბუნებრივი ემოცია არის და აი ეგეთი მომენტი თუ გაქვთ, რომ მაგალითად თქვენ არც კი იცოდით იმ წიგნის არსებობა, მაგრამ თქვა თქვენმა თანატოლმა, კლასელმა, მეგობარმა გითხრათ და ეხლა ეძებთ იმას, რომ ის წაიკითხოთ და მე საერთოდ საუბრობთ, ვჯელობთ საერთოდ წიგნზე გაქვთ, ხო? უფრო ვისი გჯერათ ხოლმე, აი ვინ უნდა გითხრათ, ვინ უნდა გირჩიოთ წიგნი, უფრო ვის უჯერებთ, უფროსებს თუ თქვენ თანატოლებს? მე უფროსებს. უფროსებს უჯერებთ? მეც, მაგრამ ვინ წაიკითხა ეს წიგნი და მოეწონა, მგონია ჩემი ახლობელი ვინც არ და კარგად მიცნობს, მგონია რომ იმიტომ მეუნეო რომ მეც მომეწონება. ხო, ერთხელ ერთ სკოლაში ბავშვებს ვკითხე რა, რომ აი წიგნს պետք იყო ამბობენ რომ ძვირია და ვერ ვყიდულობთ. კი, მას ხო და ხო და აი მე მოთხარ ეხა მოდი ვიანგა იმ პერიოდში იყო ტყლარწი მოდაში ძალიან ტყლარწი ერქვა რაღაცა ესეთი პლასტელინივით რაღაც ესეთი ხო ქიმიურ ნივთიერებას, რითაც ბავშვები თამაშობენ და ძალიან კარგია, სასიამოვნოა ეს სენსორულად ხელში სასიამოვნოა, მაგრამ მე დავსხედით და ვიანგარიშეთ, რომ თითოეული ბავშვი საშუალო ოჯახიდან ესე სოციალური რამდენს ხარჯავდა თვეში ტყლარწში. ხო თვითონვე რომ იანგარიშეს, აი არ ელოდნენ, რომ აი ყოველდღე იმ 2 ლარით და 3 ლარით ავიდნენ კარგი 3 წიგნის ფასზე. რომელიც შეეძლოთ ეყიდათ და ეგონათ რომ წიგნიც ვიდ იყო და ტყლარწი იაფი, ხო და შევარწყვინე ესე და არ ვიცი ეს ტყლარწოთეკა გავხსნათ მეთქი თუ ბიბლიოთეკა რა აჯობებს და ნუ მოკლედ ხო რა რაღაცებზე დასაფიქრებელი გვაქვს უბრალოდ მეტი არაფერი. უნდა ვიცოდეთ რა კარგია და რა არის სასარგებლო ჩვენთვის. საბალეტო სკოლაში თქვენსავით ლამაზი გოგონები სწავლობენ იქ, მაგრამ კიდევ უფრო ლამაზები რო ვიყოთო არ ვიცოდი მე პირველი საგანი ჩვენთან არ არისო ესა ქორეოგრაფიული თქვა ცეკვები, მსოფლიო ხალხთა ცეკვები და რაღაცები, არა. რა არის მეთქი აბა გამიკვირდა კითხვა. და რატო არის თურმე ეს კითხვა მთავარი საგანი, რომ აი ეს მეტყველი და ლამაზი თვალი ესენი ხო არ აუბრობენ სცენაზე, ისინი მხოლოდ ხო პლასტიკით გამოხატავენ, ასე ვთქვათ, მთელ დრამებს. აი ეს თვალები, რომელსაც ვერაფრით გრიმი ვერ შეგვიქმნის, აი ეს გამომეტყველება თვალის, აი ეს მზერა, რომელიც მათ სჭირდებათ, ერთადერთი ამას ქმნის წაკითხული წიგნები. ნუ, მეტი რაღა მაგალითი მოვიყვანოთ. ვიყოთ, გავილამაზოთ ცხოვრებაც და თვალებით, წიგნებით. რას გვეტყოდით, რომელია წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს აუცილებლად? ეგეთი წიგნს ვერ ვიტყვი, იცი რა, ინტერესი ვერ ვიტყვი ხა რატო, იმიტომ კი არა რომ მე არ მაქვს საინტერესო ესეთი წიგნები და არ შემიძლია დაგისახელოთ. აი მე მაგალითად მაინც დავრჩი, ახლა უამრავი ავტორი მაქვს ცხადე წაკითხული, მაგრამ მე მაინც დავრჩი საბავშვო ლიტერატურაში ერთგული ასტრიდის. მგონია რომ ასტრიდი იყო, როგორც ჩვენთან ხევსურეთში ამბობენ ხოლმე ხორცივლები, ანუ ხორციელი ანგელოზი, ანუ ანგელოზი, რომელიც დედამიწაზე მოდის ადამიანთა დასახმარებლად, ოღონ ადამიანის სხეულით მოდის, იბადება როგორც ჩვენ ადამიანები. მაინც მგონია რომ ის მოვიდა სამყაროში როგორც ხორციელი ანგელოზი, რომ აი მილიონობით და მილიარდობით ბავშვისთვის ეჩუქებინა სიხარული და ეჩუქებინა ის, რასაც ქვია კარგი წიგნი და დავრჩები ესე და ასტრიდის ასაკამდეც რომ მივიდე, მაინც ვიტყვი რომ საუკეთესო მწერალი. აი ძმები ლომგულები, მაგალითად რონია, აი ყაჩაღის ასული რონია, თუ არა გაქვს წაკითხული რა, შენ არ იცი რა არის სამყარო. აი არ იცი ჰარმონია, დიდი სიყვარული, დიდი ჰარმონია, მეგობრობა, ბუნება, ადამიანი, აი ერთიანობაში რას წარმოადგენს, არ გეცოდინება, თუ ძმები ლომგულები არ წაიკითხე, არ გეცოდინება ბევრი რამ, რაც უნდა იცოდე და ნებისმიერი მისი წიგნი. ხო და მაგრამ მაინც იცი როგორ არის, შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც აი ესეთი წიგნი კი არ მოეწონოს, რომელსაც მაგალითად უყვარდეს, ნუ აი ფენტეზის ჟანრი რა და რაღაცა სულ სხვა არსებები და სულ სხვა ტექსტები ანიჭებდეს სიხარულს, ან მაგალითად დეტექტივები უყვარდეს, ვთქვათ, ვერ გაიგებ, ეგ არ არის, რომ აი ერთი წიგნი,
ისე ხო იცი რა არის ერთი წიგნი მსოფლიოში. ესე არის მიჩნეული ბიბლია. ბიბლია არის ერთი წიგნი. ახლა ის უამრავი ამბავს მოყვები და ნახავ და გაიგებ, მაგრამ ისე ზოგადად აი მხატვრული ლიტერატურაში მე ვერ ვიტყვი. მე მაგალითად გიждები ესეთი წიგნია ერთი შვეიცარიელ ქალზე. ჰაიდი ბავშვი იყო და ის ქალი უკვე მოხუცებულობაში და დიდობაში გახდა გურუ. ქალი, რომელსაც სკოლაც არ ქონდა დამთავრებული, გურუ გახდა ფილოსოფოსების და მეცნიერთა და ხელოვანთა მსოფლიოში და ჩადიოდნენ მასთან სოფელში ცხოვრობდა შვეიცარიის მთებში ვინმე მარი მეტრაი. აი მისი წიგნს რო ვკითხულობ ღიმილის მტვერში აბსოლუტურად მყოფნის, აი ბედნიერებისათვის, რა ვიცი, კი არაფერი არ არის ესეთი ის ქალი ყვება თავის ცხოვრებაზე, მაგრამ გიждები. ძალიან გაგვიქცევდა ხო საუბარი? კიდევ ერთი რამე გვინდა რომ გითხრათ, ჩვენ სტუდიას Arthols აქვს აპლიკაცია Arthol-G. რა კარგია. დიახ, სადაც მოისმენთ სპექტაკლებს და კიდევ ბევრ რამეს, რადიო სპექტაკლები. ლექსები არ გეკითხება? ლექსებიც დიახ. ძალიან კარგი. და ძალიან გაგვახარებთ თუ თქვენ ხმაც გაჟღერდება ამ ჩვენ აპლიკაციაში. ჩვენი მსმენელი მოისმენს თქვენს ხმას. სიამოვნებით ძალიან კარგია რომ ეს გამოგიყენებიათ საშუალება საინტერნეტო და ბევრი ბავშვი მოისმენს და დიდიც რატომაც არა. Arthol-G, ხო? ძალიან კარგი. თქვენ წაიკითხავთ ალბათ იქ რაღაცებს. კაი. აი ეს ორი ცალი წიგნი ვიპოვე სახლში. ამ წიგნებს მე ბავშვობაში ვკითხულობდი, სიმართლე რა გითხრათ. კი, ძალიან კარგი. და საკმაოდ დაინტერესებული ვიყავი, რადგან ილუსტრაციაც ისეა, რომ სულაკაურის ბავშვს უქმნის ბავშვობიდან, რომ მე ეს წარმოსახვა უფრო განუვითარდეს. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი პატარა წიგნები, რომელიც ეს G-Pride-ის პროექტის წიგნები არის და ძალიან კარგი ბევრი გამოცემა განახორციელა მან დაწყებითი კლასების ძირითადად მოსწავლეებისთვის, რომ შენი წიგნებიც ყოფილა და მე ხელსაც მოგიწერ. შეიძლება ავტოგრაფებით გაგატანთ. მარიამ, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები. ძალიან ბევრი მივიღეთ თქვენგან ინფორმაცია. და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მსმენელი დღეიდან უფრო შეიყვარებს წიგნის კითხვას. აი, კარგი იქნება, ვიმედოვნებ. დიდი მადლობა თქვენ. მე საჭირო პოდკასტში სულ მეორედ ვარ და აი მით უმეტეს საჭირო პოდკასტში და მე მგონი საჭიროა რომ წიგნები შეიყვარონ ბავშვებმაც და დიდებსაც აღარ სცალიათ მიეჩვინენ რაღაცნაირად წიგნების გარეშე ცხოვრება სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს ყველაფერი წინ არის. ზაფხული მით უმეტეს არის წიგნის კითხვის დრო. დღეს ჩვენი სტუმარი იყო მარიამ ციკლაური, საბავშვო ავტორი და საუბრობდით ლიტერატურაზე. ჩვენ კი ისევ შევხვდებით ერთმანეთს საჭირო პოდკასტით და ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომელიც თქვენს გაინტერესებს და ჩვენც. ნახვამდის. ნახვამდის.